ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილმა კრიზისმა და ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხებამ საავიაციო საწვავის ღირებულებამ მკვეთრად გაზარდა, რაც საბოლოოდ ავიაბილეთების ღირებულებაზეც აისახება. ორგანიზაცია Transformant Environment-ის ანალიზის მიხედვით ომის დაწყების შემდეგ ევროპის შიდა ფრენებზე საწვავის ხარჯი თითო მგზავრზე საშუალოდ 28 ევროთია გაზრდილი. შორ მანძილზე კი ფასდამატმა 88 ევროსაც გადააჭარბა. არსებობს მოლოდინი, რომ არსებულმა მდგომარეობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს დაგეგმილი ფრენების განრიგზე, თუმცა ავიაკომპანიათა ნაწილი საწვავის საკმარისი რაოდენობის მარაგებზე აცხადებს. როგორია საავიაციო სექტორში მიმდინარე პროცესი და რა მოლოდინებია ბაზარზე სტუმართან, ავიაციის საერთაშორისო ექსპერტთან და დამოუკიდებელ კონსულტანტთან ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ავიაბაზარზე არა მხოლოდ ავიაბაზარზე, არამედ მთლიანობაში ზოგადად გლობალურად ნავთობის ფასის ზრდამ ძალიან სერიოზული პრობლემები და გამოწვევები შექმნა და ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვისაუბრებთ დეტალურად რა პრობლემები შექმნა ავიაციაში ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა და შესაბამისად გლობალური ჯაჭვში საკმაოდ არც თუ მარტივმა მდგომარეობამ მიწოდების მიმართულებით, მათ შორის ნავთობისა და ბენზინის და აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე ხშირია, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ფრენების გადადებას, გაუქმებულ ფრენებს, ასევე გაურკვევლობებს, როდის აღდგება ესა თუ ის რეისი და ამ შემდგომ. ეს არის ჩვენი საუბრის მთავარი თემა, რა ხდება გლობალურად საავიაციო მიმართულებით დღეს მსოფლიოში. მოგესალმებით მაია, მადლობა ამ ესეთი მნიშვნელოვანი თემის განხილვისთვის და რომ მაქვს დღეს შესაძლებლობა ვისაუბროთ აღნიშნულ თემაზე. ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა მსოფლიოს ავიაციო ინდუსტრიისთვის, რადგანაც ავიაცია და ტურიზმი როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ინდუსტრიები, რომელიცაც პირველი სიმპტომური რეაგირება აქვს ხოლმე ნებისმიერ კრიზისზე, აღმოჩნდა საკმაოდ სერიოზული დარტყმის წინაშე და როდესაც მოკვლევას ვატარებდი გაირკვა, რომ აღნიშნული ტიპის ზარალი და დარტყმა თვით რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროსაც კი არ მიუღიათ გლობალურად ავიაკომპანიებს. აქ ორი კომპონენტი არის ამ კრიზისის, ერთი არის რა თქმა უნდა საწვავის ფასები, რომელიც საშუალოდ დაახლოებით 33-35%-ით არის გაზრდილი და დღიური მიწოდება 10 მილიონი ბარელით არის შემცირებული, რაც 10-11% არის გლობალური მოხმარების, რაც საკმაოდ დიდი ციფრი არის, ხოლო მეორე მხრივ დაკეტილი ცის გამო ახლო აღმოსავლეთში ავიაკომპანიებს ბევრად მეტი დროის მანძილზე უწევთ ფრენების შემოფრენა, ეგრეთ წოდებული, თუმცა ჩვენ საქართველოს შემთხვევაში ფაქტობრივად აღმოჩნდით ერთ-ერთი უალტერნატივო კორიდორი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ძალიან კარგად ჩანს ეს ანუ ვიზმე თუ აი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ მაინც შეუხედავს აი ამ ცის რუკისთვის, სადაც ჩანს როგორი აქტიურობა პრაქტიკულად წერტილი არ არის, სადაც დავუშვათ ავია მიმოსვლა არ ხორციელდება და ეს არის ჩვენი კორიდორი, ჩვენი დერეფანი და როდესაც ეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ძალიან გამწვავდა განსაკუთრებით, როცა დუბაი ვერ გამოიყენებოდა როგორც ჰაბი, ყველაზე კარგად ჩანდა დავუშვათ ეს ეხლა თქვენ საუბრობთ. ნამდვილად ეს ხას უსვამს ჩვენს როგორც გეოპოლიტიკურ მნიშვნელოვან როლს შუა დერეფანში, ასევე ჩვენს მნიშვნელოვან სტაბილურობის შედეგებს, რაც ჩვენს რეგიონს არ არის მხოლოდ საავტომობილო და საგზაო ასაკი. ნამდვილად და ეს მეორე მხრივ რა თქმა უნდა არის შესაძლებლობა ჩვენთვის, თუმცა ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ კრიზისზე და იმ კრიზისის მოლოდინებზე, რომელიც აქვს. ხო, აუცილებლად შესაძლებლობასაც დაგისვამთ კითხვას. თვითონ ეს გლობალური პროცესები, აი მაგალითად ავიაციო სექტორში რა მოლოდინები აქვს, რამდენად შეიძლება ეს ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცეს, იმიტომ რომ სხვადასხვა ვერსია კომპანიების ნაწილი აუქმებს ფრენებს, თითქოს ნაწილი მაინც უფრო სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა არიან მაგალითად ევროპული ავიაკომპანიები, რომელსაც სერიოზული კრიზისი, მათ შორის Ryanair-ს ბოლო მონაცემებით საკმაოდ არც თუ მარტივი რეალობა ჰქონდა ყოველთვის, რასაც წერდა ევროპული პრესა. ნამდვილად არსებობს აღნიშნული გამოწვევები და აქ ჩვენ უნდა გავყოთ ეს საკითხი ავიაკომპანიების ტიპებიდან გამომდინარე. ისეთი გლობალური მსხვილი მოთამაშეები, როგორც არის Lufthansa, KLM, Air France, თურქიში, ემირატები და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული სრული სერვისის
მქონე ავიაკომპანიებს გააჩნიათ ფინანსური მდგრადობა იმისთვის, რომ მსგავს კრიზისებს მოკლე თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში გაუმკლავდნენ. ხოლო მცირე ზომის ავიაკომპანიებს, საშუალო ზომის და განსაკუთრებით ულტრა დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანიებს არ გააჩნიათ აღნიშნული ფინანსური რეზერვები და მათ შემთხვევაში საწვავის წილი ბილეთის და მთლიანად ფრენის ღირებულებაში ბევრად მეტი არის, შესაბამისად ეს კრიზისი უფრო ტკივნეულია მათთვის და ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც ერთ ღამეში გაუქმდა საერთოდ Spirit Airlines-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც როგორც ერთის მხრივ თვითონ ავიაკომპანიის გაუქმებაზეა საუბარი, თუმცა ამას სერიოზული გავლენა იქნება ფასებთან დაკავშირებით, ადგილობრივ ფრენებთან, იმიტომ რომ გააძვირებს მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა რა თქმა უნდა ის ბაზრისის წილი, რომელიც ამ ავიაკომპანიას ეკავა, გადანაწილდება სხვებზე, ასევე მათი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების როლი ბაზარზე არის ფასების რეგულირება იმ მხრივ, რომ დიდ ავიაკომპანიებს უწევთ კონკურენცია და ფასების დაწევა. როდესაც მსგავსი დონის ძირითადი მოთამაშე ფასების მხრივ გადის ბაზრიდან, რა თქმა უნდა, უკვე კონკურენციის და თავისუფალი ბაზრის ნაწილში ფასები გაიზრდება აუცილებლად და მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს არსებული ავიაკომპანიები, რომლებიც თუნდაც ჩვენს ბაზარზე ოპერირებენ, განაგრძონ მათ იმისთვის, რომ ამან დამატებით არ გამოიწვიოს ფასების ზრდა. მხოლოდ საწვავიდან გამომდინარე, დაახლოებით 15-დან 20%-მდე არის რეგიონალური ევროპის მასშტაბით ფასები გაზრდილი, ხოლო გრძელი ევროპა, აზიის მიმართულებით და უფრო გრძელი მარშრუტებზე 30-40%-საც კი აღწევს. ეს არის ის, რაც დღეს უკვე ვხედავთ მყისიერი. თუ ჩვენ ამ კრიზისის სტაბილიზაციისკენ არ დავინახეთ სტაბილიზაცია და ეს ფასები უკან არ წამოვიდა, რამოდენიმე თვიან პერსპექტივაში მაქვს მოლოდინი, რომ უკვე არაპირდაპირი ხარჯები, როგორიც არის კეთერინგი, როგორიც არის მიწის ზედამომსახურები, რაც თავის მხრივ აეროპორტებს სჭირდებათ საწვავი, ეს მიუხედავად რომ დღეს მათ არსებული ხელშეკრულებები აქვთ და ამ ფასებს ვერ აკორექტირებენ, მომდევნო ხელშეკრულებებში მოუწევთ მათ ამის კომპენსირება. კი ბატონო, სხვა ჯერს აი ზენას ჰქონდა ცოტა ხნის პრესკონფერენცია, რომ მაგალითად ამ საწვავის გაძვირების გამო, როდესაც უწევთ დაყოვნება ევროკონტროლის ნაწილში საკმაოდ სერიოზული პრობლემა ექნებათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ხანს უწევთ გაჩერება და ეს დამატებითი ხარჯია კომპანიებისთვის და ამ შემთხვევაში ალბათ აირზენა არ არის გამონაკლისი მთლიანობაში. ამ შემთხვევაში გავეცანი რა თქმა უნდა კომპანიის განცხადებას, თუმცა ამ შემთხვევაში მე მათ შიდა კალკულაციებზე განცხადება პაუზ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგანაც ეს ავიაკომპანიის შიდა სამზარეულო არის და ამაზე არც მაქვს ინფორმაცია, თუმცა მე ევროკონტროლის პრინციპიდან გამომდინარე ეს ევროკონტროლის გამოწვევები, რაც დღეს მათ გააჩნიათ, ეს არ არის აღნიშნული კრიზისის ბრალი. ამას თავისი სხვადასხვა როლი აქვს და სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ევროკონტროლი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მისი წევრი სახელმწიფოებისთვის, რასაც ქვია გადამფრენი ავიაკომპანიებისგან თანხის შეგროვება. აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ ლონდონიდან, როდესაც აზიაში მფრინავს, 10 ქვეყანას უფრენს ავიაკომპანია და შესაბამისად ავიაკომპანიისთვის 10-ვე ქვეყანასთან თუ რამდენი 10 ქვეყანასთან ანგარიშწორება, რა თქმა უნდა, დამატებითი გამოწვევა არის. სწორედ ამას აკეთებს ევროკონტროლი, რომ მისგან იღებს ერთჯერად ერთიანთა აკუმულირებულ თანხას და შემდეგ წევრ სახელმწიფოებში ანაწილებს. ამ სერვისისთვის ის იღებს ფიქსირებულად 2.24%-ს. არც მენს, არც ნაკლებს. ეს არის ადმინისტრირების თანხა. დანარჩენი სრულად ერიცხება წევრ სახელმწიფოს. რაც შეეხება იმ დილეებს, ანუ შეყოვნებებს, ეს გამოწვეული არის სლოტებიდან გამომდინარე და ტელემაყურებლისთვის გასაგები რო იყოს, რას ნიშნავს სლოტები. სლოტი არის ის ფანჯარა, როდესაც ავიაკომპანიას ეძლევა გაფრენის და მოფრენის დრო. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ აეროპორტზე უშუალოდ, ეს არის სანავიგაციო სექტორები იყოფა სამ ნაწილად. ეს არის უშუალოდ აეროპორტი, ასაფრენის ზოლი, სამიმოსლო ბილიკები და ასე შემდეგ. მეორე არის მოფრენა-აფრენის ზონა, რომელიც 0-დან დაახლოებით 2000 ფუტამდე არის, სადაც უკვე დისპეჩერები კონკრეტულ კურსებს აძლევენ და უკვე როდესაც ეშელონზე ავა საჰაერო ხომალდი,
უკვე შემდეგ მესამე ზონა არის. და აი ეს ზონები ყველა მიუხედავად იმისა, რომ ცას როდესაც ავხედავთ უკიდეგანო არის, აქაც როგორც ავტობანები, ისე არის მარშრუტები და შესაბამისად ამ მარშრუტებში მნიშვნელოვანია უსაფრთხო დისტანციების დაცვა. და ეს დაყოვნებები არ ხდება ხელოვნურად. ამას აკეთებს ალგორითმი, რომელსაც ბოლო რამოდენიმე წელია ევროკონტროლი ტესტავდა და უკვე ფაქტობრივად სრულად არის ამოქმედებული და ის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკეთებს ამ დაშვებებს თუ რომელ ზონაში, რომელ სლოტს რამდენი საჰაერო ხომალდი უნდა იმყოფებოდეს. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს დაყოვნებები. აქ ორი კომპონენტი შემოდის, როგორც შეუულიათ ავიაკომპანიებს ეს თავიდან აირიდონ, სწორად დაგეგმონ და რატომ ხდება მაგალითად 2 საათიანი, 3 საათიანი, 9 საათიანი დაყოვნებები, ხო? როდესაც ავიაკომპანიას ეძლევა 10 წუთიანი ფანჯარა პირობითად საფრენად, ისინი უნდა აფრინდნენ ამ 10 წუთში, თუ ისინი არ არიან მზად, მას უწევს ახალი ფანჯრის ლოდინი. და სწორედ ეს იწევს, მაგრამ აქ მეორე მომენტი არის, მე არ ვიცი კიდევ ერთხელ რა. ხო, ანუ მე მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთლიანობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არის. ამ შემთხვევაში ამ დაყოვნების მიზანიც არ არის ის, რომ რაღაც ხელოვნური ბარიერი შექმნან, არამედ რა თქმა უნდა საჰაერო ხომალდი მიწაზე გათიშული ძრავებით მოლოდინში, რა თქმა უნდა დისკომფორტია, თუმცა უფრო ხარჯ ეფექტურია, ვიდრე აფრინდეს ჰაერში და 2 საათი ჰაერში ურტყას აეროპორტს წრეები იმისთვის, რომ მიეცეს მოფრენის და აეროპორტში დაფრენის საშუალება და უფლება. მეორეს მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ ხდება, მეც აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა გამიჩნდა და ალბათ ტელემაყურებელსაც აქვს ეს კითხვა, თუ ესეთი კრიზისია და ფრენები მცირდება, რატომ არის მსგავსი გამოწვევები. ეს ძალიან მარტივი პასუხია. ევროკონტროლის ბოლო დაახლოებით 10 წელი და შემდეგი 10 წელი კიდევ ჯამში 20 წლიან პერსპექტივაში დაახლოებით ყოველწლიური საჰაერო ხომალდების ფრენის ყოველდღიური ფრენა იყო 33,000 ფრენა ყოველდღიურად და 3-4%-იანი ზრდაა ყოველწლიური პროგნოზირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 2019 წელს მაგალითად იყო 30,000, დღეს უკვე 35-36-ია და ეს რა თქმა უნდა იზრდება, იმიტომ რომ საჰაერო ხომალდები იმატებს და სწორედ აქედან გამომდინარე ერთი მხრივ რა თქმა უნდა მცირდება, დავუყურებთ დღეს ამ კრიზისიდან გამომდინარე შემცირებულ ფრენებს, თუმცა ეს არის დაუყოვნებლივი. ეს ასობით ფრენა, რომელიც არაერთხელ იქნა ნახსენები, არის მთელი ზაფხულის სეზონზე გადანაწილებული. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი თემა, თქვენ თორემ ახსენეთ საუბრის დასაწყისში, ჩვენი კორიდორი როგორც შესაძლებლობა. რამდენად სწორად გვესმის აი ამ შესაძლებლობა, რამდენად სწორად ვიყენებთ, იმიტომ რომ მე განმეორდები და ბევრჯერ ვიტყვი, რომ შუა დერეფანი და ის რომ ჩვენ ვიყოთ და გქონდეს ამბიცია, რომ დიახ, საქართველოს საჰაერო სივრცე, საქართველოს საგზაო მაგისტრალები და სარკინიგზო ხაზები იყოს გამოყენებული, ეს არის ჩვენთვის შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო. რამდენად სწორად ვიყენებთ ყველა მიმართულებით ეს ცალკე საუბარი ის თემა. ეხლა კონკრეტულად ავიაციის ნაწილში, რამდენად გვესმის, ესმის სახელმწიფოს კერძო სექტორს, რომ ეს არის დიახ შანსი, შესაძლებლობა. თუ ვერ ვიყენებთ და მაინც უფრო რაღაც აბსტრაქტულ რეალობაში ვართ ამ ნაწილში და მიგვაჩნია რაღაც მომავლის თემა უფროა ვიდრე აწყოსი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალბათ მომიტევეთ მე სუბიექტური ვიქნები და მგონია რომ ძალიან კარგად გვესმის, ჩვენს სახელმწიფოს ესმის ის მნიშვნელოვანი როლი, რაც შუა დერეფანს გააჩნია და ეს არ არის მხოლოდ სახმელეთო სარკინიგზო თუ საზღვაო, ეს არის ასევე საავიაციო კომპონენტიც და იცით რომ დაანონსებული არის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს აღნიშნული მიმართულებით, ასე რომ თვლი რომ ეს შესაძლებლობაც, რომელიც დღეს გამოჩნდა, კიდევ ერთხელ სოფლიოს დაანახებს ჩვენს როლს და რა თქმა უნდა ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით აეროპორტების განვითარების თუ გაერთიანებას და გაფართოებასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა ვადევნით კიდევას თვალყურს, რომ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს დღეს ჩვენს საავიაციო ინდუსტრიაში. თვითონ კერძო სექტორის გადმოსახედიდან ხედავთ აი ამ ზაობას, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკა მათი მხრიდან არის სწორად აღქმული და დანახული? კერძო სექტორთან დაკავშირებით მოლოდინი რა პირობით ახალი აეროპორტი იქნება მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახალი ხელშეკრულებაა გაფორმებული და ამ მიმართულებით მოლოდინი არა მხოლოდ მოლოდინები, არამედ რეალური სურათით შეიცვალა, ხო, მაგრამ თვითონ ამ სექტორში მომუშავე კომპანიები, ავიაცია არ არის მხოლოდ ერთი კომპანია, ხო, რომელსაც პირობითად ავიაკომპანია გააჩნია. მთელი ეს ჯაჭვი, რომელზეც მე და თქვენ არაერთხელ გვისაუბრია გადაცემაში. ერთიანობაში ვერც კერძო სექტორი და ვერც სახელმწიფო ცალ-ცალკე
აღნიშნულ ინდუსტრიაში წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს არის აუცილებლად ერთობლივი მუშაობის შედეგი. და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რეგიონალური ჰაბის ფუნქციაზე, ჩემი სამაგისტრო თემაც ავსტრიაში სწორედ ამას ეხებოდა, თუ როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ჰაბი და აქ მნიშვნელოვანი ერთის მხრივ განვითარდეს სწორად ინფრასტრუქტურა და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა განვითარდეს ავიაკომპანია, რადგანაც ავიაკომპანიის გარეშე ვერანაირი ინფრასტრუქტურა ჰაბი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე მე ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურად იყოს კერძო სექტორი ჩართული სახელმწიფოსთან ერთად ამ პროექტების განხორციელებაში და მათი ხედვები და გრძელვადიანი ხედვები იყოს გაზიარებული იმისთვის, რომ სახელმწიფომ იცოდეს და მოემზადოს იმ ინფრასტრუქტურის მიწოდების და სერვისების მიწოდებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი არის სტაბილური და მდგრადი ოპერირებისთვის ავიაკომპანიებისთვის, იმიტომ რომ ერთიც დავიწყეთ საუბარი, ავიაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ინდუსტრია, ნებისმიერი მცირე ბიძგები თუ შოკები აისახება მყისიერად ავიაციაზე, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეს რისკები ყოველთვის იყოს გადაზღვეული. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და სიამოვნებით გიმაც მისცემთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში ირაკლი ქარქაშაძე საუბრობდა.